არიან ამ პროცესში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუ ფიქრობთ, რომ ამ მომშევლისთვის მოტივაციის გაზრდა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით რაღაც ყველა საქმე გადადონ და გააკეთონ ყველაფერი, რომ ხმა მისცე. ჩემთვის ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეს უნდა კონდეს შესაძლებლობა თავისი საკუთარი ნებით ქვეყანაში დარჩეს და არ მოუწიოს წასვლა. ეს კიდევ სხვა საკითხია, თუმცა რახან უწევთ ბევრი სხვადასხვა მიზეზით იქ უნდა გქონდეთ და მიეცეთ ამის შესაძლებლობა, მაგრამ ხონდა ამოვიდეთ ობიექტური რეალობიდან. მე ვცდილობ ამოვიდე ობიექტური რეალობიდან და დანამდვილებით ვიცი, რაც არ უნდა ძალისხმევა გავიღოთ ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საელჩოებმა, რაც არ უნდა გავაკეთოთ, რაზეც არ უნდა ვისაუბროთ. ქართული ოცნება სანამ ხელისუფლებაშია, ამ ცვლილებებს არ შეიტანს. არანაირ შეტანა ნიკა, ნახეთ, თუ ძალიან ბევრი მოინდომებს და საკონსულოში რეგისტრაციას გაივლის, რაღაც აუცილებლობის წინაშე დადგება კანონით ასეა. კი ბატონო, ასეა, კი ბატონო, მაგრამ ეს პრაქტიკაში ასე ახორციელდება 12,000-მა ემიგრანტმა მიიღო მხოლოდ მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის 2% სავარაუდო 12,000-მა აქედან რამდენიმე დახურული უბნები იყო ზღვაში წვეთია. ჩვენ რა თქმა უნდა ვეცადოთ რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ეს მაჩვენებელი, თუმცა ქვეყანაში, საქართველოში მყოფი ადამიანები, მოქალაქეები, ამორჩევლები ვართ საკმარისზე მეტნი იმისათვის რომ გამარჯვება გაფრთხილდეს. ჯერ მოვიპოვოთ, გავაჩინოთ შესაბამისი მუხტი, შევქმნათ კლიმატი ცვლილებების და თუ კი წამოგვეშველებიან და მხოლოდ დასაფასებელი იქნება თითოეული ემიგრანტის ხმა, ვინც მოახერხებს და 400 კილომეტრს გაევლის იმისათვის რომ ხმა მისცეს, ჯერ დარეგისტრირდება. 400 გადის, ზოგი 200 გადის, ზოგი მხოლოდ დასაფასებელი იქნება, ვინაიდან არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, მე ვფიქრობ ყველა თავის შესაძლებლობის ფარგლებში ისედაც ამას ფიქრობს და ამ ნაბიჯის გადადგმისთვის მზად არის. სხვა საკითხია ფიზიკურად, მატერიალურად რამდენად მოახერხებს. ჩვენ აქ ვიბრძვით, რამდენჯერმე თქვით თქვენს ეთერში გავიმეორებთ თქვენის ნებართვით ოკუპაცია გადარჩენილ ტერიტორიაზე, ვინც ცხოვრობთ ქართველები, საქართველოს მოქალაქეები, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები, ნათესავები, ვინც ქვეყნის გარეთ არიან წასულები, თუ წამოგვეშველებიან ჩვენ ამ ბრძოლაში არჩევნების დღეს, მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის ფრონტი გაძლიერდება. სხვა გვარად არ მინდა, ერთ-ერთი რაშიც შეიძლება ბევრს არ დავეთანხმო, გავაჩინო ის მოლოდინი, რომ თითქოს შესაძლებელია 200-300 ემიგრანტი დაიძრას და ხმა მისცეს სხვადასხვა უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებს, ხო ვიცით რომ ასე არ მოხდება, ისევ და ისევ ქართული ოცნება არ არის ამაში, არ არის რეგისტრაციას გაივლიან. ბერლინში რამხელა რიგი იყო რუსეთის არჩევნებში, არ არის დაინტერესებული ქართული ოცნება. დიახაც ლეგალურად, კი ბატონო, მეც იქ ვარ. მესმის გეთანხმებით, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი საპარლამენტო არჩევნების ძვირფასო მაყურებლებო. ყველა არჩევნების წინ ამას ამბობენ ოპოზიციონერი ლიდერები, რომ რაღაც გადამწყვეტია, მაგრამ ახლა მართლაც არის თავისი შინაარსით შესაძლებლობით ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც მხოლოდ გამოავლენს გამარჯვებულს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. მე მიმაჩნია და მათი წამს რომ ეს ასე არის ამჯერად, ეს იქნება არჩევნები, სადაც უნდა განისაზღვროს ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უახლოეს მომავალში თუ ვერ გავხდებით. ეს არჩევნები არის. და მე ვფიქრობ ამისი ნიშნები არსებობს, რომ ასე ვისაუბროთ ჩვენ. აქედან გამომდინარე, დასავლეთში მცხოვრები, დასავლურ ევროპულ სახელმწიფოში მცხოვრები ქართველები, საქართველოს პასპორტით აღჭურვილნი, მე ვფიქრობ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ და ასე თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ არჩევნებში ოქტომბრის თვის ბოლოს. ეს არის და ეს რაც შემიძლია მე ახლა ვთქვა ამაზე ბესმისობრია. რა სასტარტო პირობებით შედიხართ ამ არჩევნებში? თქვენი ორგანიზაციას არ აქვს ახლა საბოლოო ფორმა ჯერ გამოკვეთილი, არ ვიცი ახალი სახეები, რომლებიც იყვნენ პირველ საპრეზენტაციო დღეს, მაგრამ ვინ იქნებიან ასევე ეს ვთქვათ ნაციონალური მოძრაობიდან, ვინც თქვენთან აგუნდელებად ითვლებოდნენ ასეთი რატო ხდება მაინტერესებს საკმარისზე მეტნი ვართ უკვე. აქ თუ მაინდა-მაინც სახეებზე საუბრობთ, ხო? ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის, ნიკასთვის, გუნდის წევრებისთვის, სხვა ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია ამორჩეველი ყავდეს ამ პარტიას ბევრი. რადგანაც ისეთ რაღაცა ტრენდულია ისაუბრო, ვინ იქნება ცნობადი სახე პარტიის რიგებში.
და ნაკლები ყურადღება ექცევა ამ პარტიას ეყოლება თუ არა იმ ხარისხის ხარდაჭერა იქნება თუ არა რომელიც დავინახავთ ეხლა ჩვენ გვინახია შემადგენლობა თუ არ ვიცი როგორ დავუჭერ მხარს სიტყვაზე საკმარისზე მეტნი ვართ უკვე იმისათვის რომ წინასწარი განწყობები ჩამოუყალიბდეს თუ კი ეს გუნდი გაძლიერდება ხო ლიდერების თვალსაზრისით და მხრივ მხოლოდ გამიხარდება და ყველას გაუხარდება. ამიტომ უახლოესი მომავალი აჩვენებს არავის კარებს არ უკეთავს პირიქით, თუმცა ობსესია იმაზე რომ იცით რა, გინდა თუ არა რამდენიმე კიდევ ცნობადი სახე უნდა იყოს ამ პარტიაში და ეს პარტია არა. ამ პარტიაში უნდა იყოს ძლიერი მართალი დიახაც ხალხი სხვადასხვა დონეზე. ყველა ერთისათვის და ერთი ყოველსათვის. აი ეს პრინციპია. დიახაც ბევრი ადამიანია ამ პარტიაში და იმ პარტიაში სადაც ვიყავით ბევრი იქ აღარ არის უკვე ვისაც დღესაც არ იცნობენ საზოგადოების ანუ ფართო საზოგადოებრივი ანუ ინტერესი მათთან საჯარო არ დაკავშირებულა არასოდეს მაგრამ ხმების თვალსაზრისით გაცილებით მეტი ხმის მობილიზება შეუძლიათ ელექტორალურად გაცილებით უფრო ძლიერები არიან ვიდრე შესაძლებელია 24 საათი ტელევიზიებით გამოდიოდნენ პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრებიც ყოფილან ოდესმე აი მე აი ასე ვუდგები ამ საკითხს გულახდილად გავიმეორებ კიდევ ერთხელ მე მყავს ჩვენ მყავს მეგობრები რომლებიც აკეთებენ პოლიტიკას არიან პოლიტიკური პარტია ახალის წევრები რომელთა უკანას დგანან დიდი ჯგუფები დიახაც თავიანთ ადგილობრივ დონეზე მე ვისურვებდი რომ გაეცნოთ ფართო საზოგადოებას ისინი მაგრამ ელექტორალური სიკეთე მათ გაცილებით მეტი მოაქვთ მე ვიცი რა ადამიანებს ვისაც 2-3000 ხმა ამ თუ იმ პარტიას ექნება თუ არა მათი არის დამოკიდებული არიან პოლიტიკოსები რომლებიც პირდაპირ ეთერში სადაც ცხოვრობენ არიან პოლიტიკოსები არიან ავტორიტეტები პოლიტიკოსები არიან დიანა ნებისმიერ პარტიაში ყოფილან ადრე არ ვსაუბრობ მხოლოდ თანამედროვე აი ამ პოლიტიკურ რეალობაში თქვენს გადაცემასაც შეიძლება სტუმრობდნენ წარსულში შეიძლება ახლაც არიან პარლამენტის წევრები მაგრამ მაქსიმუმი რო გააკეთონ 300 ხმის მობილიზებას ვერ მოახერხებენ 300 ძალიან ბევრია ამიტომ აქედან ამოვდივარ ჩემთვის გაცილებით პირდაპირ გეუბნებით აი არ მინდა ვინმე გამომრჩეს ხო მეგობრები ზუგდიდში ბათუმში ქუთაისში და სხვადასხვა სულ თუ პატარა ქალაქებში რომლებიც ამ პარტიის ახალი პარტიის ბურჯები არიან უფრო ძვირფასები არიან იმიტომ რომ არის პრანჭებიან იცით ბრძოლაში შემოვიდნენ დაუფიქრებად იმიტომ რომ მართლები არიან და უნდათ მართალი ადამიანების მიერ გამარჯვება იქნას მოპოვებული ეხლა ვიღაცა თუ ფიქრობს რომ ჩვენ რაღაცა შეთავაზებები უნდა გავუკეთოთ თუ ფიქრობთ რომ რაღაცა უნდა შევთავაზოთ თანამდებობები მომავალში სად იქნება როგორ იქნება ეს არ არის ბრძოლა გარკვევ თამას ეს არ არის ის ბრძოლა არა ზოგადად საუბრობ როგორ გაძლიერდებით ის დონეზე რა ხალხი არა ზოგადადაც მინდა ვისაუბრო თუ შეიძლება არის დიახაც ესეთი სტანდარტი დაწესებული და ყველას გონია რა ამიტომ ეს პოლიტიკური რეალობაც გვინდა პარტია ახალმა შეცვალოს რომ პოლიტიკოსი არ არის ის ადამიანი მხოლოდ რომელიც საუბრობს მხოლოდ საუბარი ტელეეთერებში არ არის პოლიტიკის კეთება ტელეეთერებში საუბარი არ არის მხოლოდ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამის გარეშე არ გამოვა ტელეეთერებში ლაპარაკი მხოლოდ დემონიზებას ნუ არა მხოლოდ მეტი საზოგადოებასთან კომუნიკაციის საზოგადოებრივი აზრის შექმნა არა დიანა თუ ხა ხო არ ვამახიჯებ ერთმანეთის ნათქვამს აი მაყურებლების გასაგონათაც მინდა თქვა მე ასე მჯერა ტელევიზია არის უმნიშვნელოვანესი თუმცა ტელევიზიასთან ერთად ველზე მუშაობა არის მნიშვნელოვანი ამორჩეულზე რომელიც შეიძლება ბევრი მათგანი დღეს დაბნეულია და არიან ადამიანები არც პარლამენტიდან გამოდიან ან პარლამენტში რასაკეთებენ სიმართლე გითხრათ დღეს ჩემთვისაც გაუგებარია გულწრფელად გეუბნები პარლამენტში უნდა იყოს არა და რას უნდა აკეთებდეს მაშინ მაპატიეთ იქ თუ ხარ რუსული ყაიდის და რუსული ხელისუფლება ხარ და პუტინის მონახარ და მიკლავ პრეზიდენტ სააკაშვილს და ასე შემდეგ 24 საათი ამაზე რო საუბრო პარლამენტში რა გინდა რუსებთან რა გინდა პარლამენტში მაშინ მაპატიეთ რა არა ხო არა ეს ექსპექსტიკა ხო დიანა რას საუბრო ხო გესმის ვიცი რა საუბრო მაგრამ მეც მაგ მაშინ ამ რიტორიკას არ უნდა ვითარებდე და თუ ხარ ვინდადის ეხა პრამდე პარლამენტას ხედავ თქვენ დღეს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციიდან 3-4 ადამიანი მოძრაობას გადაჰკრავთ რომ რატომ ზიან ისევ პარლამენტში არა მათი არჩევანია დიანა 3-4 ადამიანის გარდა ვინ აქტიურობს? აი გუწმელად გეკითხებით, ხო? აი უცბად ვინ მახსენდება? არ მინდა ვინმე გამორჩეს. ლელოს დეპუტატი ახსე, ხო? ხატია აქტიურობს, ბატონი რომანი აქტიურობს, ნუ ანა ნაცუშვილი აქტიურობს. აი რაც მახსენდება, თეონა აკუბარდი აქტიურობს ოპოზიციიდან.
აი მაქსიმუმ 2 ადამიანი მე ვერ გავიხსენ. ვინ აი მითხარი. აი ანა წითლიძე მაგალითად. და რა საკეთებენ? აი კი ბატონო ერთია მე ანა წითლიძეა. ხვები რა დადიან გატო კირკიტაძე ყვება ლაპარაკი. რა დიანა რა სიმართლე უნდა ითქვას. ნახევარ სიმართლეთ ჩვენ ფონს ვერ გავვალთ ვერასოდეს. თუ მკითხეთ პასუხობთ გულახდილად. იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ რომელი პარლამენტარი იქნება პარტია ახალი წევრი თუ არის. მე მაინტერესებს სოფელ კახეთში უფრო მეტი მხარდაჭერა გქონდეს და დარჩელში და ქუთაისში და იმაში რა ქვია ახალქალაქში და ახალციხეში და ბორჯომში ვიდრე რომელიღაცა პარლამენტარი იქნება თუ არ იქნება ან მინდა ვიყო პარლამენტ არ არის ეს პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელია იყოს პარლამენტში მაგრამ იბრძოლოს პარლამენტში დარჩენის გადაწყვეტილება ამ პარტია მათ შორის თქვენი პარტიის თავმჯდომარეობის დროს მიიღო და რა ანუ ეხლა აკრიტიკებთ ამის გამო რატომ არ წამოვიდნენ პარლამენტში გასაკეთებენ მე თქვი გულწრფელად თუ ნაციონალურ მოძრაობაზე მეკითხები რა ვიცით მაგ პარტიის თავმჯდომარე იყავით თქვენ ხო არა ვარ მე იქ დიანა ეხლა ხო არა ვარ არა და ბევრი არ არის კიდე და ბევრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება მაგრამ სიმართლე მორალური იქნებოდა ამ გუნდის მხრიდან თუ პრეზიდენტს უკლავენ თუ რუსები არიან გამოვიდნენ პარლამენტიდან მათი საქმეა მე ჩემს მოსაზრებას მოგახსენეთ მე ფიქრობ რომ 3-4 ადამიანის გარდა მაქსიმუმ 5 ადამიანის გარდა ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ არაფერს არ აკეთებს ეს ყველათ არიან პირდაპირ გეუბნებით და ჩემი შესაძლებლობა რო იყოს და მე ვეცდები მეგობრებთან ერთად ნიკასთან და სხვებთან ერთად ასეთი ადამიანები მომდევნო პარლამენტში არ მოხდნენ პირდაპირ გეუბნებით რა ეთყობა ეხა პარლამენტს რომ იქ არის თუნდაც 30 პარლამენტარი ეთყობა ან რა პოლიტიკური ის არის რა ქვია დებატები იმართება ან რა სხივია რა მუხტია კიდევ ერთხელ ვამბობ როდესაც შენ იმ ფონზე რასაც საუბრობ ასე იქცევი ჩემთვის არაადეკვატურია პაატა მანჯგალაძე გამახსენდა აქტიური პარლამენტი კი ბატონო პაატა მანჯგალაძე კი ბატონო ხშირად არის ხო მაგრამ ვერ ხედავ აზრს ვერ ხედავ და ეხა ეწყინებათ მე მაქვს მე მგონი ამის მორალური თქმის უფლება თქვენ ამ იმ ჟინიდან რომ ილაპარაკოთ ნაციონალურ მოძრაობაზე არ ხართ ნაციონალურ მოძრაობაზე არ საუბრობ დიანა აი რაღაც ყველა ფრაქციიდან ამოარჩიეთ მოქმედი დეპუტატი გადაცემა იმაზე ხო თქვი კი ბატონო თქვი წითიძე თქვი რამდენი მეტი არავინ არ მახსენდება პირდაპირ გეუბნებით ნაციონალურ მოძრაობა და საერთოდაც ვერ ხვდები და ეს პარლამენტი არის დიახაც უფლებებისგან დაცლილი კასტრირებული უშინაარსო და რისი რა თქმა უნდა ავტორიც არის ქართული ოცნებაც მაგრამ მეცინება მეც პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ ადამიანს რომელსაც სურს ამ ქვეყანაში ცვლილებები და რომელსაც ჩემისაზე ვფიქრობ ბევრი რამ შეუძლია მეგობრებთან ერთად პარტია ახალთან ერთად საარჩევნო ნომერი 4-ით მაგრამ ამავე დროს რაც არ მესმის და ვერასოდეს ვერ გავიგებ ესეც მინდა ვთქვა პირდაპირ ეთერში არ მჯერა რა მე იმ პარლამენტარების რომლებიც ებაში გამოვლენ აქ ეთერში თქვენთან დასწრებიან და აქ პუტინისტური სახელმწიფო და რუსული სახელმწიფო და რუსული მთავრობა და ვერ დიგვეთ რომ უსხედან ჩემო ინგა ჩემო დიანა ვერ დიგვეთ რომ უსხედან ან ერთი უნდა გააკეთო ან მეორე გამოხვიდე და იარო ქალაქებში და ქუჩებში და რაიონებში და სოფლებში და ბუფეტში ერთად კი არ უნდა იკვებებოდე და კი არ უნდა გლიცინებდე იქ მოსაწევ სივრცეში ხალხი არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში ეს არის და ეს იშვიათი გამონაკლისის გარდა მე დღეს აზრს ვერ ხედავ ოპოზიციონერებთაგან რომ პარლამენტში რაიმე მათ ესაქმებათ მაგრამ რამდენიმე თვე დარჩა მადლობა ღმერთს საპარლამენტო არჩევნებამდე ამასაც მინდა საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს პოლიტიკის კეთება არ არის მხოლოდ დილით 11 საათზე კომენტარების ჩამორიგება. ისიც ჟურნალისტები მიდიან პარლამენტის ასე ვთქვათ ტალანებში და წერენ. გარეთ გავიდნენ, მართლაც საჭიროა ხა ბევრი თქვენი სტუმარი ექსპერტი ამაზე საუბრობს. ამის აუცილებლობა დგას, იცით? ეხლა თქვენ საუბრობთ არაჩვეულებრივად ტელეგადაცემებში და სხვა ექსპერტების. ეხლა თუ პოლიტიკოსობაზე გვაქვს ამბიცია, მე ვფიქრობ გამარჯვების მუხტი შეიქმნება ქუჩაში და შეიქმნება სოფლებში და ხომ ხარ იმ ხალხთან? ეხლა ვისთან ერთადაც ხართ ისინი? გასიზამთ არის საინტერესო ნიკა უკაცრავად დამალაპარაკეთ რაღაც ლაპარაკის ნაკლებობას ხომ არ განიცდი. მოკეთ მთავარი აქტორები ქართული პოლიტიკის ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. მათი განცხადებები არის როგორი? ნახეთ, ქართული ოცნების ლიდერმა დღეს, პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ჩვენ გვაქვს სადღაც 60%-ამდე და ნაციონალურ მოძრაობას აქვს 15%-ს ქვემოთ და სხვები ვერაფერს ვერ იზამენ და ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა პრინციპში თავმჯდომარე ყავს პარტიას, მაგრამ ის
არის პარტიის თავმჯდომარეს და ლიდერიც სააკაშვილი ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ ნაციონალურ მოძრაობას მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება. აი, ამ ტიპის განცხადებები კეთდება ამ ორი ძალის მხრიდან გარანტირებული ბარიერის გადამლახავი პოლიტიკური ძალების მხრიდან. აი, თავარი ჩვენ ვიქნებითო გუშინ გისმენდით ერთ-ერთ ეთერში საუბრობდით, რომ აი ჩვენ მალე ვიქნებით თავარი ოპოზიციური პარტია. არა, მადლობა ამ შეკითხვისთვის. არჩევნებამდე მე ვფიქრობ, რომ პარტია ახალი საარჩევნო ნომერი 4-ით არჩევნებამდე უკვე გახდება თავარი ოპოზიციური პარტია და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაიზომოს ხო სოციოლოგიური კვლევებით, ეხლა სხვა შესაძლებლობა რომ ეს ასე დაგანახოთ და დავინახოთ არ იქნება არჩევნებამდე. არჩევნების შედეგებით მე დარწმუნებული ვარ, რომ რეალობა უნდა შეიცვალოს პოლიტიკური და პარტია ახალი სხვა პარტიებთან ერთად იქნება სამთავრობო კოალიციის ბირთვის ჩამომყალიბებელი ძირითადი ძალა. ხო, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ამ ორი პარტიის რაღაც სიამის ტყუპებივით მსგავს გზავნილებს, ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის. დიახაც მათ გგონიათ, რომ ამ ქვეყანაში სხვა საქართველო არ არსებობს, მათ გგონიათ, რომ იცით რა, მართლა გგონიათ ნაციონალურ მოძრაობასაც და ქართულ ოცნებასაც სხვა პარტიები წარმატებას ვერ მიაღწევენ. საპირისპირო მოხდება. და იმათ ძალიან ფრთხილად იყოს განსაკუთრებით ქართული ოცნება. ორივე პარტია გამოირჩევა ერთნაირი გზავნილით გამოირჩევა, ხო? ქართული ოცნება საუბრობს, რომ ყველა არის ნაციონალური მოძრაობა, ყველას ერთ ქვაბში, ერთ გამრულ ქვაბში ხარშავენ, ხო მართალია? და ნაციონალური მოძრაობაც იგივე სიძახის, როგორც სხვა ინტერპრეტაციით, რომ ყველა ნაციონალური მოძრაობა, ოღონდ მე ვარ, რომ ორგანო ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა. ერთ ჯური არავის არ სჭირდება, განსაკუთრებით არავის არ სჭირდება მერაბიშვილ კეზერაშვილის პარტიასთან მსგავსება. ღმერთმა დაგვიფაროს. ეს რო არ გვინდოდა, ამიტომაც ძალიან ბევრ ახალ ადამიანთან ერთად ჩვენ შეუერთდით ისინი გავერთიანდით და პარტია ახალი ჩამოყალიბდა და ამ პარტია ახალში არის ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც ნაციონალურ მოძრაობისთვისაც ხო არ მიუცია არასოდეს ხო გავიცან ეს ადამიანები და იმ პარტიაში ახლა ახლებში ყველა ფიქრობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ეს მერაბიშვილ კეზერაშვილის პარტია და მასთან არანაირი საერთო არ უნდა ჰქონდეთ. რა თვალსაზრისით, ვისაც საგი აზროვნების შესაძლებლობა აქვს, არათუ ფიქრობს, ფაქტის კონსტატაციას ახდენს, ეს ასე არის. ფიქრი და ვარაუდი სხვა რამაა, სხვა კატეგორია. თქვენ ყველაზე ღიად საუბრობთ ამაზე. ნიკა გვარამიას არ მახსოვს რომ ესეთი რამე. ჩვენ ამაზე ნაკლებად საუბრობ, მეც კი, იმიტომ რომ როდემდე უნდა ვისაუბრო, მე მათ წარმატება უსურვე, იქ ხალხი დარჩა და წარმატებები მათ, ვისაც ჯერა რომ წარსული შეიძლება მომავალში მოხდეს და მე მიმაჩნია წარსულია ეს ორი ბატონი, რომელსაც არ ამგონია რომ ხალხის ინტერესი ანაღულებდეს, მე ამჯერა და ვისაც ჯერა დარჩა იქ და წარმატებები მათ და ვისაც ჯერა მეორე ნახევარი იქ აღარ არის. და რაღაცას აღარ იქნება, იმიტომ რომ მე და მეგობრებს გვჯერა, რომ სიახლით, პროფესიონალიზმით, სინდისიერებით, კვალიფიკაციით, მორალური უპირატესობით შესაძლებელია დამარცხება რეჟიმის, თანაც ოლიგარქიული რეჟიმის, ხო? ჩვენი ფულით გამდიდრებული ხელისუფლების. ძველ ხელისუფლებას და ასეთი არის ჩემთვის ქართული ოცნება კიდევ უფრო ძველი. მერაბიშვილი კეზერაშვილი ვერ დაამარცხა. რატო საიდან ვიცი დიანა? აი როგორც თქვენ ხართ პროფესიონალი თქვენ საქმეში. და არა იმიტომ რომ ქათინაურებით მინდა ხა გამოვირჩევოთ. ეს ასე არის ნამდვილად. როგორც ინგა გრიგოლია არის თავის საქმეში პროფესიონალი, ბევრი ჟურნალისტი ამაღლებს სხვა არქივზე. ასევე უკანასკნელი წლების განმავლობაში თუ კი რამეს ვცდილობდი ყოფილიყავ საზოგადოებასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციის. ბოლო პერიოდი მეგობრებთან ერთად, თანაპარტიერებთან ერთად აქტიურად ვართ ჩართული საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში. ველზე და სხვა ფორმატებში. არ არსებობს 100 წელიწადი რო ვიცხოვროთ, ვისაც გჯერათ ახლა. თუ ვინმე ახლა ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველი ახლა ჩვენ გვიყურებს, ახლა ვინ ჩემი პარტია და თუ გჯერათ რომ ქართული ოცნება დამარცხდება მერაბიშვილი კეზერაშვილი წარმატებები მე ხო არც ვაგინებ, არც ვლანძღავ, წარმატებებს უსურვებ, მაგრამ ნულია ამის შანსი ხახო და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების წისქვილზე ასხამს ხალხს. აქედან გამომდინარე პარტია ახალი ემიჯნება ამ მიდგომას, რომ წარსული შეიძლება მოხდეს მომავალში. ჩვენ გვინდა ახლებური მიდგომით. ნიკა, ახლებური დამოკიდებულებით. მერაბიშვილი კეზერაშვილის პარტიასთან კოორდინაციის გარეშე სამომავლოდ თუ გაქვთ პრეტენზია. ქართველი ხალხი რასაც როგორ ეს სამომავლოდ საინტერესოა? არა, დიანა, რასაც გადაწყვეტს. ქართულმა ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არის, ვინს უკან ვინ დგას. ამ პარტიის უკან დგას სინდისი, ახალი პარტიის ნამუსი და დგას კეთილსინდისიერება. და ეს პარტია ახალი არ იმართება
რაიმე ტიპის ჭრილოვანი გავლენებით. გავლენებისგან თავისუფალი პარტიაა და განსხვავებულია ცადან დედამიწა სხვაობარი იმ პარტიისგან, რომელსაც ახლა მე ვახსენებდი. ქართული ოცნებისგან რითი განსხვავდება მომავლის ხედვით. საარჩევნო შედეგი ერთ მთავრობაში დაგინახავთ თქვენ და მერაბიშვილის ეზერაშვილის პარტიას. ანუ ეს ასე ვაპატიეთ ახლა მოხდა ისე რომ ადგილობრივ დონეზე რამდენიმე მუნიციპალიტეტში უმრავლესობა ჩამოყალიბდა მუნიციპალიტეტებში ოპოზიციური პარტიების მიერ ძირითადი მიზეზის გამო ქართულ ოცნებას არ ჩამოეყალიბებია ის უმრავლესობა მაგალითად ზუგდიდის საკრებულოში, მაგალითად წალენჯიხის საკრებულოში, მაგალითად რუსთავის საკრებულოში, ხომ? და ვინ ჩამოაყალიბა ეს გახარეს პარტიას მონაწილეობდა ოპოზიციურ, ასე ვთქვათ, არა ერთობაში, არამედ ქართული ოცნების წინააღმდეგ გადაწყვეტილებებში. და რაიმე კავშირი გვაქვს ჩვენ და გახარიას ერთმანეთთან? შეიძლება ვინმეს ეს გახარია, გუშინ გახარია რეაქციის ეთერში ძალიან კაფიოთ ამბობდა რომ ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირი შეიძლება ხო და არანაირი კავშირი არ აღოდა არც გვექნება და ვერც გვექნება უბრალოდ ქართულ ოცნებას არ მიეცა შესაძლებლობა დამატებით ძარცოს ზუგდიდი და ზუგდიდელები და წალენჯიხა და წალენჯიხელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს არის და ეხლა გასაც ქართველი ამორჩეველი გადაწყვეტს, ხო? და რა კონფიგურაციასაც ის დაუკვეთავს პოლიტიკურ სპექტრს, ბუნებრივია საქართველოს პარლამენტი იმ შემადგენლობით განაგრძობს მუშაობას მნიშვნელოვან მოწვევის პარლამენტში და მე ვისურვებდი რაც შეიძლება მეტი წესიერი, ზნეობრივი, მორალური დეპუტატი და პოლიტიკოსი იყოს ყველა პარტიიდან იმ პარლამენტში. ნიკა, საუკეთესო შედეგის შემთხვევაში ვისთან კოალიციაში ხედავთ? ამაზე არ ვსაუბრობთ, ეხლა ჩვენი ინტერესი არის რაც შეიძლება დიდი ზარდი, რომელიც ხარდაჭერა მე გძნობ რომ გვაქვს, დიდი ხარდაჭერა მოვიპოვოთ პარტია ახალმა და ეს ბუნებრივია, ყველა პარტიას იგივე სურვილი აქვს. ერთია სურვილი და მეორე შესაძლებლობა. რითი განსხვავდება ბევრი პარტიისგან პარტია ახალი საარჩევნო მეთოდით, რომ სურვილი და შესაძლებლობა მოდის შესაბამისობაში. შესაბამისობაში მოდის და რამხელა არის თქვენი ამბიცია, იმიტომ რომ მე უსმენდი ნიკა გვარამიას ერთ-ერთ ეთერში ამბობდა რომ მარტო მე გადავლახავ 5%-იან ბარიერს. აი თქვენ მარტოან ერთად როგორ რამდენს ლახავთ? მე ვიცი ნიკა რასაც გულისხმობდა, ორივე ცალ-ცალ ჩვენ სამითვე ვახორციელებდით მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, ტარდებოდა შესაბამისი სოციოლოგიური კვლევები, დიახაც ვადასტურებ, რომ ცალკე ყოფნის შემთხვევაში ჩვენ ორივეს ჰქონდა ძალიან მაღალი შანსი, რომ ძალიან ნორმალური, კარგი შედეგი დაგვეფიქსირებია, მაგრამ ჩემის აზრით და ნიკას აზრითაც უპასუხისმგებლო იქნებოდა ჩვენს მიერ ეს გადადგმული ნაბიჯი ერთ დროს ერთ პერიოდში ორი ახალი პარტია დარეგისტრირებული იყო, როდესაც შეგვეძლო საერთო წერტილები მოგვენახა და მოვნახეთ კიდევაც. რა არის ჩვენი ამოცანა? ჩვენი ამოცანა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო დიანა. ახლა გვინდა არ გვინდა განგება მეზბედი გვარგუნა. და ამ გამარჯვებას გაუთანაბრა, პოტენციურ გამარჯვებას გაუთანაბრა განგებამ ევროკავშირში გაწევრიანების შანსი. დაივიწყეთ ერთი წამით, ეს პარტია, ის პარტია მნიშვნელოვანია, ეროვნული გამოწვევა, სახელმწიფოებრივი ინტერესია, რომ ქართულმა ოცნებამ მარცხი განიცადოს ამ არჩევნებში და გაიმარჯვოს ოპოზიციამ, დემოკრატიულმა ძალებმა. რისკენაც მოგვიწოდებს ხალხიც, მოგვიწოდებს საერთაშორისო საზოგადოებაც. და ამ გამარჯვების, ეს ვთქვათ, ცენტრში და არ გინდა იქნება მერაბიშვილი ეზერაშვილის პარტია, როგორ მეთქვა დაიფაროს მეთქი პირდაპირ გეუბნები. როგორ აბა ნაციონალურ მოძრაობას გადა არ მაინტერესებს ქართველი ხალხი ჩათვლის რომ მერაბიშვილი, ეზერაშვილი და ივანიშვილი და არ ვიცი მე ეხლა დაგვარები არიან. მოძრაობა ხმას ვერ მიხმებს ვერ. ვინ ამბობს, მაგრამ არ გონია რომ ეს პარტია იქნება უფრო წარმატებული ვიდრე პარტია ახალი. არ მგონია და თუ იქნება თქვენ გონიათ რომ ნაციონალურ მოძრაობაზე უკეთეს შედეგს აჩვენებთ? გონია რა დარწმუნებული ვარ. რა გიპასუხოთ მე? გონია რა დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ვიცნობ ქართულ ამორჩევას და ვიცნობ და ვიღაცებს რო გონიათ რომ თუნდაც ნაციონალურ მოძრაობის ამორჩევლები ერთგვაროვანი ამორჩევლები იყვნენ ბატატი ედას ადრე ვითხოვს და გავიმეორებ სინაზე გაბმული ძაღლებითა და მართლა ციფ ხუთს მიყვება და შინაარსიც არ აინტერესებს, არც იდეა აინტერესებს, არც სინდისი აინტერესებს, არც სიმართლე აინტერესებს, არც მიზანი, არც ამოცანა და აინტერესებს მერაბიშვილი და ეზერაშვილი, ხო? ვერთო გამომარჯოს ასე დამორჩილებს. მე სხვაგვარად ვფიქრობ. ამას გვაჩვენებს ოქტომბრის თვე. სააკაშვილის პარტიაც ხომ არის და სააკაშვილზე მეთხმას აიღებს. სიმართლე. ნიკა, თქვენ და ნიკა გვარამია აიღებთ უფრო მეთხმას ვიდრე მიხეილ სააკაშვილს.
სააკაშვილი სააკაშვილის ადვოკატობას უნდა დამაწყებინებ. უფრო მეტ ხმას არის. სააკაშვილს დაკავშირებით ბევრჯერ გიკითხავ და ბევრჯერ მიპასუხე. ადამიანი პატიმარი და არ უძრო მორალურად, კომფორტულად და პოლიტიკური ძალის ლიდერია და არ ნიშნავს რომ სალაპარაკო და სასაუბრო არაფერი არ მაქვს დიანა. შეიძლება ახლაც გვიყურებს, ეს არ ნიშნავს ამას. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური პატიმრობა. ეს ამ სცენისგან უნდა გავთავისუფლდეს ეს ფენომენი, როგორც ასეთი უნდა დამარცხდეს და ასე დავსვათ კითხვას, მელია გვარამიას პარტია აჯობებს შედეგით სააკაშვილის პარტიას? ხალხის პარტია და არა მერაბიკეზე რა მნიშვნელობა აქვს? პირდაპირ გეუბნებით რა. სააკაშვილი კი არა, ხუთი სააკაშვილიც რო იყოს, იქ სადაც მერაბიშვილი კეზერაშვილია, არაფერი არავის არ გამოვა არასოდეს. მერაბ კოსტავა რო გააცოცხო, ახლა და ზვიად გამსახურდია და ნაციონალურ მოძრაობაში რომ მიიყვანო, არაფერი არ გამოვა არასოდეს და მართალიც იქნება ქართული ხალხი არაფერს არ გამოაყვანინებს. კარგი. ეს არის სიმართლე, იმიტომ რომ არ შეიძლება შენ არ გინდოდეს ოლიგარქიული რეჟიმი სხვისი და შენი გინდოდეს. ნიკა. ერთი წამი წარმოვიდგინეთ, რომ აი ეს ბიზნეს მესაუბრებით, ესენ რო გახელისუფლდნენ, რაიმე თუ უკეთესები იქნებოდნენ? ანუ რაიმე თუ უკეთესები იქნებოდა არა და აი ეს კონტრასტი საზოგადოება დაინახა ეს კონტრასტი დაინახა ამ კონტრასტს კიდევ უკვე დაინახავს სჭირდება პოლიტიკური რეალობის შეცვლა სჭირდება რეალური ალტერნატივის შეთავაზება ჩვენ დავისახეთ ამბიციური მიზანი და ამოცანა რომ მეორე ადგილზე გახვალთ არჩევნებში ამ პარტიამ პოლიტიკური რეალობა ამ ქვეყანაში შეცვალოს. სხვა დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და თუ მათ ვიზას მეკითხებით და მაინც გინდათ მასაუბროთ, მაგრამ არასოდეს არ გავეცდები. ექნება ის ხარდაჭერა, რომელიც აუცილებელი უნდა გახდეს კოალიციის ჩამოსაყალიბებლად და ამორჩეველი გადაწყვეტს, ექნება თავმეტი მოგზაურებული წვლილი და არ ვეთანხმები პირდაპირ გეუბნები. ანუ ფიქრობ რომ ეს ამას ექნება მოგზაურებული წვლილი. ნაციონალურ მოძრაობას, არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართულ ოცნებას განსაკუთრებით, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ გადალახმენ ბარიერს კი რომ 4-ჯერ ბარიერს გადავლახავ. კი ბატონო, ნახოთ აღდგომა და ხვალეო ესეთი გამოთქმა, როდის იქნება თქვენი ყრილობა პარტიული, სადაც თქვათ და რომლის შემდეგაც უკვე უფრო გააქტიურდებით, როგორც თქვენ გჩვევიათ ხოლმე ხალხში დაიწყებთ აქტიურ მოძრაობას. ყველა მიმართულებით თანდათანობით ვაქტიურდებით. ეს არის სტრატეგიის ნაწილი, წინ არის 7 თვე, კამპანია უნდა იყოს მზარდი და აღმავალი. არ შეიძლება ჩვენ შეთავაზოთ მაღალი ტემპი კამპანიისა და ეს ტემპი დავარდეს, ხო, როგორც ხდება. 7 თვე არის საკმარისზე მეტი. ჩვენ მოვიცავთ ყველაფერს და ყველას. მოვიცავთ ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფიდან დაწყებული, ასევე კამპანიური შეხვედრებით დამთავრებულ და ასე შემდეგ და საზოგადოებრივ ვიზიტებსაც და ყველაფერს. საზოგადოება დაინახავს არ მინდა რაც არ უნდა ბევრი ვისაუბრო აქ არავინ არ მოვა ჩემს ადგილზე არავინ არ დაждდება და არ იტყვის რომ ის განიცდის ფიასკოს. ყველა იტყვის რომ ჩვენ მივახცეთ რაღაც წარმატებას. მაგრამ მე მირჩევნია საზოგადოება დაინახოს, ველზე დაინახოს, იწმუნოს საკუთარი თვალებით, მოისმინოს საკუთარი ყურით, რომ ჩვენ რასაც საუბრობთ, ამას გულისხმობთ და ჩვენ სიტყვას ფასი აქვს. განსხვავებით დიდი უმრავლესობისა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ოპოზიციურ მანდატებს ამორჩეველი ვისაც მიანიჭებს, მხოლოდ წარმატებები, მაგრამ ჩემი სურვილია, რომ პოლიტიკური ველი, პოლიტიკური კორუმპირებული ადამიანებისგან გათავისუფლდეს. ვისაც მიაჩნია, რომ ფული არის განსაზღვრელი ყველაფრის. ბიზნესმენებისთვის ხომ მიაჩნია ასე? ხო მიაჩნია, ამაზე დგას, ეს არის ღერძი და პატარა ბიზნეს ივანიშვილებსაც ჩვენი ამოცანა და ვალდებულება გასახანი არ უნდა მივცეთ და ესეთი ადამიანები პოლიტიკიდან უნდა გავიყვანოთ და დიახაც საკუთარი უნარე ჩვევების მიხედვით უნდა მიეცეთ ხალხს გასახანი პოლიტიკურ რეალობაში და პარტია ახალი სთავაზობს ამასპარეს ახალ ადამიანებს, მართლაც წესიერ ადამიანებს, ზნეობრივად წესში გამართულ ადამიანებს, მორალური ვიმეორებ კვლავ, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის მორალური უპირატესობით. ქუჩაში რო გახვალ, ვერაფერი ვერასოდეს ვერ წამოგაწახო ახალი დარჩება ორი სამართლიანად. აი ხა მე პირდაპირ გეუბნები, ნაციონალური მოძრაობის აი რომ დამაკავოთ ეხა ბუკლეტი, ხო 10 წელიწადი ვიღა. აი ნაციონალური მოძრაობის ბუკლეტი ეხა მე ხელში მე ორ ნაბიჯ ქუჩაში ვერ გადავდგა. მერაბიშვილი კეზერაშვილი საარჩევნო ბუკლეტით მე ვერც თბილისის ვერც ერთ ქუჩაში და ვერც ქუთაისის ვერც ერთ ქუჩაში და ვერც ზუგდიდის ვერც ერთ სოფელში ნაციონალური მოძრაობის დამარცხება გინდა ქართული ოცნების და დიახაც ეს ორი სუბიექტი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში საიდე დავიწყოთ ეს ერთმანეთს კვებავს იდენტური გზავნილებით. ორივე თავს ესხმის პარტია ახალს. ეს არის სიმართლე. ქართული ოცნებას და ნაციონალური მოძრაობაც ესხმის თავს განსაკუთრებით უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში პარტია ახალს. ეს არის ასე თუ არ არის? არის.
ხან კლონებს გვიწოდებენ, ხან გვიწოდებენ რომ ბარიეს ერთ ხმაში, ხმა შეწყობილად. ამიტომ როგორიც მოკითხვაა ისეთი პასუხი იქნება, მაგრამ ეს პასუხი იქნება ხალხის მიერ გაცემული. ტიპის გაფართოებაზე თუ არის საუბარი, იმიტომ რომ თავის დროზე იყო ლაპარაკი, რომ თქვენ უნდა ყოფილიყავით რაღაც 4 სუბიექტიანი ერთობა პლუს გიჩნდეთ. ეხლა არის გაჩერებული ეს პროცესი. და გონია რომ აი საზოგადოებას თუ რამე არ აინტერესებს, არა, იქნება ხო დაინახავს. დავდგებით, ვიტყვით, რომ ვიყავით ვართ 2 ნიკა, გავხდით 4 ნიკა. ვართ 4 ნიკა, გავხდით. ამას საზოგადოება დაინახავს. რატომ უნდა ვაანონსოთ რაიმე ტიპის გაფართოება წინასწარ? დამღლელია. კიდევ საუბარი რომ ლაპარაკი პარტია ახალი შედგა ფორმალურად ის სადაფუძნებლო ყრილობაზე უკვე დაიბადება როგორც რეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციაში ყველა წესიერ ყველა პატიოს და კომპეტენტურ ქართველს, ახალგაზრდას თუ უფროსთაობის წარმომადგენელს ველოდებით, სიხარულით ველოდებით. ვიქნებით ბევრი, ვიქნებით გამარჯვებულები, ვიქნებით შესაბამისი მუხტის შემოტანები, რწმენის გამგუებლები, რატომ? იმიტომ მართლობა ჩვენ არ გვექნება ბევრი ფული, ჩვენ არ გვექნება ზურგს უკან რაღაცა ლოჯისტიკური ცენტრები გამაგრებული კეზერაშვილ ივანიშვილის, მაგრამ ჩვენ გვექნება მორალური უპირატესობა, რაც არის წინაპირობა გამარჯვების ჩემო დიანა. დიდი მადლობა ნიკამელიო, ძალიან ამბიციური სასტარტო განწყობა აქვს მას. ამბიცია, მე თქვენს ეთერში მოვიდიოდ ერთხელ მახსოვს, საუბრობდით გდანს მოვიგებთ, როგორ მოვიგეთ თუ არ მოვიგეთ. მოვიგეთ, იმიტომ რომ დავიჯერეთ. და გდანს ახლა მერაბიშვილი და კეზერაშვილს რამდენი ადამიანი მიცემს გდანი და გდანელები, ამასაც დავითვლით. სამგორელი ვაკელი და საბურთალო ზუგდიდელი რამდენი მივა და მიცემს ივანიშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილს, ამ ხევსაც დავითვლით. აქედან არის ჯანსაღი ამბიცია, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკური ამუნიცია თანოვარდავს. რომ გინდათ რომ ასე ვთქვათ მალევე ჩემ თავთან მიდა ხვალდაზე მუხიანში და არ ვიცი ვარანცოვზე არ ვიცი ლოტკიზე რო ავალ და ადამიანი რო კითხავს კი მაგრამ თუ ივანიშვილი ცვლილებად ჭირდება და მადლობა ღმერთს რომ ამ მდგომარეობაში მე არა ვარ. აი წარმოიდგინეთ ვარ რიგითი თბილისელი, მოქალაქე ამორჩეველი და თქვენ ხართ პოლიტიკოსი რომელიც იმართებით კეზერაშვილი მერაბიშვილით, ხო? ხო კითხავთ, ივანიშვილი თუ არ მოგწონს, ეს ორი ადამიანი როგორ მოგწონს? დანთორებულია თქვენი ამბავი. კი ბატონო, მადლობა. რომ შეხვედით ნაციონალურ მოძრაობაში, მაშინაც იყო მერაბიშვილი. არ ვართავდი რო არა. დიანა ერთი წუთით არც ერთს და არც მეორეს კონტროლის მექანიზმები იქ არ ქონდა. და ვერაფერს ესენი ვერ წყვეტდნენ და ადამიანები თუ კი გამოთქვამდნენ სურვილს რომ გახვალიყო დონორები, ეს სხვა საკითხია, მაგრამ გამოთქვა სურვილი აკონტროლო პარტია, ეს არის თვისობრივად განსხვავებული ადამიანი. 2020 წელი იყო დიანა. 2020 წელი იყო. შორს არა. ნუ გიყვართ ასეთი ჩახვევები, ხველი ფოტო, ხველი ფოტოლი, ჩახვევები, ასე. არა, 2020 წელიწადი იყო. გდანსში კამპანია იყო, როდესაც თქვენს ეთერში აქ მოვედი და ვთქვი, იქ სადაც ვანო მერაბიშვილი 4 წლისი. ბახსოვს გრიგოლიას ეთერში თქვა ეს საკვანძო სიტყვები. სარეკლამო პაუზა გვაქვს ეთერში. ეს არის სიმართლე, ამიტომ ვერ შემოგვიტრიალოთ ვერანაირად. არაფერს საერთო მათთან არ აქვს. დიდი მადლობა.